აი ხლა მე მგონი ზეთის ხილმაც ნიშანი მოცა და მაგრად გამიხარდა რა. ხო და აი ეს ჩავამყნე 2 წლის წინ რა, ჭერამზე გარგარი და მართლა გარგარია მე მგონი ნახე. მოგრძუა რა, რაღაცა გვალები იყო, პატარები იყო. იქ თხემაზე ალუჩად დავამყნე, ისიც გაიხარა. ხო და აი ამას მე მგონი მართლა ზეთის ხილი, ანუ იმ ფისტაშკა ხო მომწეს ნიშანი. და მე მგონი ამასაც ისა რა ზეთის ხილი. აი აქ მინდა მე ეს მიწა გამოვიღო და პატარა კელიასავით რა, გავაკეთო რა. ხო და ისე რა ქვია, ზეთის ხილი დავირგე წინასწარ. ხო და აი ერთი წუთი აი ხარ ეტყობა თითქოს, მაგრამ მე მგონი მართლა ისინია ნაყოფია, ეს ფოტოლი არ არის შანსი, ეს არის ნაყოფი. აუ თუ მოახლოვა. ხო ეს ნაყოფებია რა უეჭველი. თან ძალიან ბევრია. ბევრი გასწვიდება. უეჭველი ისა ზეთის ხილია რა. იმიტომ ფოტოლი ეს არის. თვითონ ნაყოფია მე მგონი ნახოთ. ეს ატმების უმეზარება რა, რომ ანუ ეს ფოთლები რაღაცები მოზდის და რაღაცა სპეციალური ის არის შეასხავდა. ეს კომში სამხელა გაიზარდა. აუ აქ ნახე რამდენი ბანკები. ხო და ეს ბალი ამაზე ჩავამყნე. მაგრამ აი ნახე როგორ არის. გამაგრებული არის, მაგრამ არ გამოიტანა, ანუ შეხორცდა, ანუ ეს მომავალ წელს უეჭველი გამოიტანს, მე ვფიქრობ და იმიტომ არ გამოიტანა, რომ ვინც ამკნობს, მე რასაკეთებენ იცი მე მაგადაჭრა რა. მთელი ძალა ეხა მან წაიღო და ჟენახი ასხია. მთელი ძალა ამემა წაიღო რა და ეს მე რო გადამეჭრა აქ, ესენი გამოიტანდა და იქნებოდა სტაფილოსფერი დიდი გოგრაბალები აიმხელები. მაგრამ თეთრი ბალია რა, ხო და ისე მინდა რომ 3 ფერის ბალი გავაკეთო. აი რა იყო. ხო და ეს ხე, ეს ნუშის ხე, მე მგონი დამინგრევს აქ საახცო და ხანში. ქარი რო არის ხო? ძალიან მაგრად აკანავებს. შეხედე რა გოგინები სად არიან ასული. მოკლედ მე რასაც დავაკვირდი რა საქავალ სოფელში. ყველაზე დიდი მტერი. რავი, ჩემთვის არის აქ აი ლოკოკინა რა. ყველაფერს აი ოდნავ ვიწვიმებს და ყველაფერს შეესევი, ამიტომ ეს ახალი დარგული პამიდორი რაღაცეები რო გაქვს. კიდე ის იყოს რა ქვია, აგერა ვაზები. ცოლი კაური, ციცკაცოლი კაურები მაქვს აქ. 1 2 3 4 5. გურიდან მომწეს რა. ხო და ეს ლოკოკინა დააჯდება კაროჩი და ყველაფერს ჭამს რა. აი ხლა ეს ლეღვი მაგალითად. ეხლა რაღაცა გადარჩა. რასაკეთებს იცი ეს ლოკოკინები? ამას სრუნთლიანად ჭამენ, აი ხესაც ჭამენ რა. ეხლა რაღაცები მოვაყარე. სპეციალური რაღაცები მოვაყარე და ვეღარ შეჭამეს. აი ეს მიწაც რო გამოსაღები მაქვს. აი ეს მიწა მაქვს რო გამოსაღები. და წასაღები ქვემოთ რო აქ მინდა მე ამას რო გამოვიტანა მიწას აქ ბეტონით უნდა ჩავასხა მე. ოღონდ აქ უკვე მინდა რომ კარგად გავაკეთო რა. ჩავასხა და მოვიფიქრებ რა. შეიძლება უბრალოდ სივრცე იყოს სადაც ესე გადმოიხურება და აქ რავი რაღაცას გააკეთებ. ტურნიკი რაღაცა ვარჯიშო რაღაცებს. გააკეთებ დასაჯდომი იქნება და რავი რაღაცა რა. ან შეიძლება ორსართულიანი რაღაცა ვაშინო. არ ვიცი, რავი ეს დამჩა მარტო ერთი. ამ ჩემ ნაკვეთში და ის ერთი კიდე იქ რომ მინდა პატარა. ისა კელიასავით რაღაცა რა. დანარჩენი მონახაზები უკვე არის რა. ნუ რა თქმა უნდა აქ მე ეს მიწა უნდა გამოვიტანო ცოტა წესიერად ბეტონი დავასხა და შეიძლება მე აქ ჩავსვა ისინი. პლასმასის ისინი რო არის რა, როგორც გავაკეთე. და სადღაც ესე აქ შეიძლება ესე აქაც ოთახი იყოს რა. ოღონდ როგორი ოთახი? აქ და იქით ხო ესე მაქვს ანალოგიურად რა, ის არმატურებით ესე. ხო და შეიძლება ანუ როგორი ოთახი იცი, აქაც გამოხვალ, იქაც გახვალ და უბრალოდ დასაჯდომი რა. აქ მეცხალი იკეთებს იმას ბუდეს. მიდით გაიკეთეთ რო ქსვენიოთ. ხო და აი ესეც ვერ მოვიცალე ხა რაღაცნაირი სულ ბალახის გათრიბოებია. მოხრნა და რაღაცეები. ნახე აქ წყალი ჩადადგება რა. ეს ვერ გავაკეთე წესიერად. მოკლედ ეგ არის. აქაც პატარა იმას გავაკეთებ. სიმბა, როგორ ხარ? აი ეს არის ის მიწის ვაშლი რა. ხო და ყოველ წელს თავის თამოდის. და მაგარი სასარგებლოა. რა ვიცი, მეტი ლეგენდარულად როგორ გავიცხოვრო. ეხლა აი აქ გავაკეთე ეს. ხო და 10 წელი ქათამი მინდა მოვიყვანო, ცხოვრებაში ხნა ქათამი და ეგეთი რაღაცები. აზრი არა ვარ რა. და დავაკვირდები. ნახე როგორ ის გავაკეთე. აი აქ თივას ჩავუხნე, კვეცხელს უნდა დადონ. აქ ის ავა, მე აქედან იქავა, აქ და რავი 10 ქათამისთვის მე ეხა უყურებ ინტერნეტში და ერთი ქათამზეო ანუ ეს არის 2 კვადრატი რა. ხო და 5 ქათამზე უნდა იანგარიშო.
1 კვადრატიო. და ეს დაჟე 2 კი არა 3 კვადრატია. აქ გამოვლენ. დავამოღამებ რა მაგერებს რა. ჯევაზები პატარები მაქვს რა. ამათ უნდა კიდე ბევრი დრო. აი აქ იმასკენი ეს რა ქვია კირიფი არა და მეორე რო არის რა. მე ამოვიღებ დაფესვიანდეს რა. და ამით მე ღობეებზე ჩავაყოლებ რა ბევრს. ხო და რო გაიზრდება მე ამ ესენი ამებით კალათებს ნავენ და რაღაცეები რა. ბევრ ამის შეიძლება გამოიყენო თვითონ ვაზის ის ანუ იკვანძება რა არ წდება მეზობელმა მომცა და ეს ნახე სადაცული ნახე და მოკლედ ახლა ეს წვიმა მაგარია კარტოფილები რო დავთესე იქ მაგრად მოუხდება თავს ამოყობს მალე რა სვანური კარტოფილი ხო და აი აქ იმას ვიძახდი რომ პატარა იმას გავაკეთებ ესეც ცელოფნით რა და ის სათბური ხო გადაიხადა ქარების გამო ესეც აღარ დავახურე ვაზები გავაკეთე შიგნით ძალიან ლამაზი იქნება ძალიან მაგარი იქნება სუფრის ყურძენი მინდა უფრო ის დუბოვსკი როზოვი მომწოს რა ძალიან დიდებია რა ხო და იქით პატარა სათბური მაგ ისიც რო გადახდის ისიც აღარ მინდა და აი აქ მექნება პატარა ის რა სახლის ეს გამოხვალ შემოხვალიგრები ხო და ქაროებს გავაკეთებ და რომ რაღაცა ციტილები და რაღაცები გამოიყვანო რა თან სახთან ახლოს მე მგონი კაია და იქ კიდე წინ აი აქ კიდე რაღაც რამაზად გავაკეთებ მე ხო და უბრალოდ აქ რავი რაღაცები რომ დაალაგო რა ხესაწყობები და რაღაცები აქედან მე კარები იქნება რაღაცებს გავაკეთებ რა უბრალოდ ეგ არის რა აი ეს არის ძალიან სერიოზული გაკეთებული ნახე სერიოზული მოფიქრებები მაქვს აქ მე